გახლავართ პატრიკ გოგოლაძე, დავიბადე ქალაქ თბილისში, კერძოდ ავლაბარში, ძველ ქალაქ თბილისის უბანში. დავამთავრე 94 საშუალო სკოლა, შემდეგ დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. 90-იანებში დავოჯახდი, შეგვეძინა სალომე, შემდეგ დავითი. ისინი ვიყენებთ ცხოვრებას, ხელოვნებით საქართველოში თავს შეინახავ. და ოჩიბე გამოხებული ხატვარი ესე იგი ღარიბი. ესეთი ტენდენციაა სამწუხაროდ და ეს უნდა იყოს ესე და პირიქით ხელოვანს ხელი შეუწყო ყველანაირად რომ ის იწოდეს თავის სფეროში და თავის სამების ბაგანი ბიცგა რომ წამოსულიყავი ამერიკაში და უბრალოდ შვეიცარიაში ჩავატარე შემდეგ გამოფენა ჩემთვის დახმარებით იქაც ძალიან უწუნება დაიმსახურა ჩემმა გამოფენამ, მაგრამ რაღაცა აკვდა და მივხვდი რომ რაღაცა უფრო ახალი და რაღაცა უფრო მეტი არ მაკმაყოფილებდა ეს ყველაფერი და გადავწყვიტე ამერიკაში ჩამოსვლა. ჩამოვედი 2019-ში ეკერში, ჩამოვიტანე ნახატები, მეგონა ჩემი თავი სასწაული მხატვარი, მაგრამ აქ რო ვიხედე მოვიგებდე ნოლი. ღვთისმალობით დიდებას ამ სფეროში ვიშოვე სამსახური და რაც არ მიხატია მთელი ცხოვრება ზოლიცაში ხატრო რაღაცი. მაგრამ პირველ ფერად ნამუშევარს გავიხსენებ, იმიტომ რომ მანამდე ავხმარობდი ფერებს. ნაცრისფერი, ავისფერი ასეთ ფერებში ვხატავდი, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო საქართველოში სიფარით გაჭირდება და ფერები უფრო გამოჩნდა გავრილოვის ღამის შემდეგ რა, პირველი ფერადი ნამუშევარი, როცა ეს ახალგაზრდები გამოჩნდნენ, მაშინ გამიფერადეს ამ ახალგაზრდებმა ცხოვრება და რაღაცა გვირაბში გამოჩნდა შუქი, ეს ისეთი ბედნიერი ვიყავი მაშინ ამ ახალგაზრდების ესეთი შეუპოვარი ბრძოლით ეს პირველი ის იყო მაშინ. და დავხატე ეს პირველი ნამუშევარი წამოღებული მაქვს ამერიკაში და ესე შემდეგ მიტინგზე გააშუქეს მთლიანად პარლამენტის შენობაზე იყო ჩემი ნამუშევარი და გამოხატული და სიტყვის უფლებაც მომწეს და მიტინგზე გამოვედი სიტყვითაც და ძალიან ახარებული ვიყავი და მეთქი ახალგაზრდებმა შთამაგონეს ფერები და ნახეთ ფერები მეთქით თქვენ და ის ფერებს ახალგაზრდები ისე ბრძოლაში არიან და ისე ვიფერადებენ და მომავლის იმეც არ ვიკარგავენ. ბატონ გურამ დოჩანაშვილი სად გავიცანდა, როგორ გავიცანდა, მიგამაცნო, რომ დავიწყოს ძალიან შორს სწავლა და უბრალოდ მეგობრობდით მე და ბატონ გურამი. საკმაოდ ხანი, 12 წელიწადზე მეტი ალბათ. მოვანათლია ჩემი პირველი შვილიშვილი ლაზარე და დამათესავდით და მგონა ძალიან კარგი ურთიერთობა. ერთხელ შვეიცარიაშიც წავედით ერთად. ქართულ საბჭოს შეხვდა ბატონი გურამი და იქიდან მე ოჯახთან ერთად იტალიაში წავედით ფლორენციაში. ჩემი მანქანით გვერდზე მიჯდა ბატონი გურამი უკან ისი ოჯახი ძალიან ბედნიერი დღეები იყო ჩემთვის ეს დაუვიწყარი დღეები იყო. მოკლედ კარგი ურთიერთობა გქონდა. სამწუხაროდ აქ ვიყავი და მაშინ დაემართა და გავკარგეთ ბატონი გურამი. ყველაფერი დაიწყო, როცა ბატონ გურამ დოჩანაშვილი მოვიდა ჩემთან სახლში სტუდენტად. მან ნახა ჩემი ნამუშევარი
ხდებოდა ხოლმე, როცა თავისუფალ დროს ნახულობდი, ხატავდი ხოლმე და იქნა დახატული ხსნის სამება, მიწოყირებული არის ეხლა და აფხარეს არის. მას ძალიან მოეწონა ეს ნამუშევარი. და მთხოვა, რომ შიგნით ჩამეხატა ბატკანი. ეს ნამუშევარი შემდეგ პატრიარქს ვაჩუქეთ და ამახობდა იმით, რომ გავაცესკოვდეთ, შეინამუშევარიო, რომ ეს ბატკანი იმითო ჩაგახატიეო, რომ დავიბრუნებთ ამ ხსნის ხეობას და ამ სამების ტაძარს ბატონ გურამ დოჩანაშვილის დახმარებით და მისი მეუღლის ნათელას დახმარებით მოახერხეთ და პერსონალური გამოფენა ჩავატარეთ სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში. მოკითხვა აქედან აქიმატრი მოვანეს დიმადლობელი ამ ყველაფრისთვის და თანამშრომლებს ნამუშევრები გამოიფინა, ჩემი ნამუშევრები დავარქვი ბინდის ფერები, მაშინ ფერებს ახმარობდი, ახსნე რატომ და მისთვის. და აი იქ მოვიდა ბატონი გია ბუხაძე. აი იქიდან სულთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და სულთლიანად სხვა მიმართულებით წავიდა ჩემი ცხოვრება. მან დაათვალიერა ჩემი ნამუშევრები და შემდეგ დაიწყო შეფასება ნამუშევრების, ეს ვიდეოზია გადაღებული და რომ ლაპარაკობდა გვერდჩივედეგი და რასაც ლაპარაკობდა ყურებს არ უჯერებდი რა, რომ ეს მართლა ჩემზე ლაპარაკობს, მეთქი არ ჯეროდა, ისეთ სიტყვებს ვყავდა, ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ აი გრავიტაციის ფიზიკის კანონები გაქრა იქ. ვცნობდი, რომ ამაღლა ავიწიე და სიბძნე დავკარგე და ფეხებს მიწაზე ვერ ვძნობდი. სიხარულისგან იმყელა სიხარული იყო ეს. და ძალიან დიდი мотивация მომცა მაშინ ბატონმა გიამ. შემდეგ ერთი რაღაცა მინდა მოვყვე, რომ გამოვედით სამების საკათედრო ტაძრიდან ეზოში. თხოვე, რომ გურამისთვის დაგვერეკა და გამოფენის შემდეგ მე და გია გამოვედით, ბატონი გია გამოვედით გარეთ და დაურეკეთ ბატონ გურამ დოჩანაშვილს. აი ეს დღემი არ დამავიწყდება. ხმა მაღალზე ქონდა ტელეფონი ჩართული და უყვებოდა ჩემ ამბავს. ეს ორი ბუმბერაზი ხელოვანი ბატონ გია ბუღაძე ელაპარაკება გურამ დოჩანაშვილს და ჩემზე საუბრობენ. და აღფრთოვანებული ისეთ სიტყვებს ხმარობდა, ისეთ რაღაცებს ეუბნება, თან გია ბუღაძე ძალიან კაცრი ადამიანია და თქვის ვერაფრმევია, იმიტომ ასაც ლაპარაკობს, ჭეშმარიტებას ლაპარაკობს და ძალიან ისეთი ადამიანია. და აი იქიდან მესმის ხმა ეს რომ უსმეს გურამი, უსმეს სიჩვენია და უცბად გურამი კითხვა დასვა. ეგ ბადრივ ეხლა მიწაზე დგასო ის მიხვდა მე რამხელა სიხაროს განვიცდიდი იმ მომენტში და რამხელა წასეწივა იმ მომენტში გზნობას მიხვდა ხელოვანს ვაკეთებს ეს ძალიან დიდი ის არის და მოკლედ გზა დამილოცა ბატონმა გიამ ეს ძალიან დიდი мотивация იყო ჩემთვის და შევეში ყველანაირ საქმიანობას თუ საქმიანობა შემოჩვა მე არ ვიცი და ჩემი დების დახმარებით, ჩემი დედაჩემის დახმარებით, ჩემი მეუღლის დახმარებით გადავერდი მთლიანად ხელოვნებაში. ეს ხელოვნებაა და მე რაც მიხარია და რაც აი კურთი მე იტალიურ ეზოში ვარ დაბადებული და გაზრდილი და აი კურთი სოფეხა ქართულად რო ლაპარაკობდა იქ დაბადებული გაზრდილი იქამდე ვერ მივარ გულახტილი იყო თავისი მით ეს ძალიან კარგი ბავშვობა მაქვს გატარებული ამ იტალიურ ეზოში ყველა ერთმანეთს რომ ვიცნობ და ყველა ერთმანეთის
დიდი სიყვარული და დიდი სიტყვა ტრიალებდა ამ ურთიერთობაში, იმიტომ აქ ამდენი აივნები და ამდენი ხალიჩები ჩემ ნამუშევრებში ძალიან იმოქმედა ბავშვობის წლებმა, რა თქმა უნდა. და იმის თქმა მინდოდა რომ აქ რო ჩამოვედი და თან თინეიჯერი რო ვიყავი, მაშინ ხატავდი ჯონ ლენონი, ბიტლები, ქვინები, რაღაცა ესეთი ნიუ-იორკი, ცათამბჯენები. და ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობ, აქა ვარ და ხატავ ვაჟას, შაკილს, თბილისს, სიღნაღს, ესეთ რაღაცებს, არ მიმიწევს გული, ძალიან მაგარია ნიუ-იორკი, მანჰეტენი, ტვინი მეკეტება, თანამედროვე ხელოვნება პიკშია რა, ისეთი არქიტექტურა და ისეთი დიზაინია, რომ ძალიან მაგარია რა, ძალიან სასწაულია რა, მსოფლიო დედაქალაქია და პირდაღებული დავდივარ ხოლმე მანჰეტენზე რომ მივდივარ. ხელოვნების პიკია რა, ძალიან მაგარია და ამ ტექნიკის გამოყენებით მინდა რომ საქართველო გადმოვცე და საქართველო მინდა რომ ამ ტექნიკით გავაფიარო, რა ვიცი, მინდა რომ ჩემი ოცნება არის რომ წარმოვაჩინო ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო. ეზო გაბრიაძის ტყუილამ დაუწერია შერეკილებში რომ მომგითხარი დაფრინდებიანო. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაბწყინდება, ეს მოხდება ჩვენი ახალგაზრდების ერთაუზის სახით და წინაპრების ისტორია, ისეთი ისტორია და ჩვენი წინაპრების თაველი ბარათაშვილი, ვაჟა, ამათი შერწყმა ერთიანად გაერთიანებით გაბწყინდება საქართველო აუცილებლად. ეს არის ლეგენდაზე აგებული ქართველი მეომარი რომ მიდიოდა საომრად, ვენახის ფლორს იდებდა გულის ჯიბეში, რომ თუ დაიღუპებოდა ომში, დაეცემოდა მიწაზე ვისპაგრად, ვენახი ამოვიდოდა და იმიტომ ვერ გაგვინადგურეს მტრებმა ვენახი და შემოგვჭა ვენახი ხმალზეა ჩამოკიდებული ვენახი და ყაყაჩოს მდელოზე არის ამოსული ვენახი. ასეთ ლეგენდის პატრონები და ესეთი მეომარ პატრონებს ომით გვაშინებენ და ომით გვემუქრებიან, რომ ომის შიშით უნდა ვიცხოვროთ თურმე. ესენი ჩემი მშობლები არიან, რომლებაც ჩემი ბავშვობა გამიფერადეს. აფერადი ბავშვობა გამიფერადეს. რო ვიცოდი რომ სოფელში მივდიოდი იმ ღამეს ვერ ვიცინებდი სიხარულისგან, ისე მიხაროდა წასვლა სოფელში და ეს ნამუშევარი მაგითა გაკეთებული. ხო მე ჭიათურაში დავდიოდი, დედულეთი ჭიათურაში მაქვს, მაგრამ აქ ქუთაისი გავაკეთე, ჭიათურას გავდიოდი, აქ კიდე სიმღერაზე მაქვს გაკეთებული, აჩუაჩუ აქეთ ცხენოს ჩვენ სოფელში მივდივართ. თბილისიდან მიდის აჩუაჩის მოძრაობს ეს ჩვენი გმირი. თბილისიდან მიდის, ჯვარი უნდა გაიაროს, შემდეგ ზესტაფონი უნდა გაიაროს, შემდეგ ქუთაისში ჩადის, თეთრი ხიდი, პიკასოს ბიჭი, ხვამლის მთა და ჩადის დედულეთში. დებია და ბაბუა ელოდებიან ამ ოდაში, სოფელში. დებია ციცილებს აჭბევს, ბაბუა ვენახს უვლის და ესეთი ეზოკარია ასახული. 2019-ში მე და ჩემი მეუღლე ვიყავით ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში და იქ მივიყვანე სანაპიროსთან. მაშინ არც ამერიკის ვიზა გქონდა, არაფერი არ გქონდა, გეგმაშიც არ გქონდა რომ ამერიკაში მოხვდებოდი და იქ ვუთხარი რომ ამ ოკეანის იქით ამერიკა მეთქი და იქ ნახე მეთქი, მალე ჩავარ და ისეთ რაღაცებს გავაკეთებ მეთქი და რაღაცა და ისე თქვი, ჰაერში თქვი ეს სიტყვები, მაგრამ ამისრულდა ვიზაც ჩაგვიწეს ამერიკის ვიზა და მოვყავი ამერიკაში. ეს ნამუშევარი მიყვარს ძალიან, აქ ასახულია ჩემი სოფელი
მსხალგური, ერთხელ ტყეში ვიყავი მსხალგორთან ახლოს, სოფელთან ახლოს ტყეში და იქ დავინახე გორაკზე ტანტა მსხალი რა და ეს გორაკზე იყო რა ლამაზი ისევი იდგა თან და მივხვდი რომ რატო დაარქვეს მსხალგური რა და ავსახე ეს პატარა გორაკი და ცხლის ხე, ფანქის ხე, ლამაზად და რაღაც სიმბოლოსავით გამომივიდა ჩემი სოფლის. ჩემი ოცნება არის რომ კრემლის კედელზე დავხატო ანწუხელიძის სტენსილი. და მე დარწმუნებული ვარ მაშინ რომ ეს მალე მოხდება და ეს საშინელი რეჟიმი რაც ახლა არის რუსეთში ჩამოიშლა და სულ მალე მე თვითონ მოსკოვში მსახურობდი და შიგ ქალაქ მოსკოვში მსახურობდი და ვიცი რა არის რუსული ჯარი და რუსული ჩეკმა ვიცი რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ჩემ ცნებასაც ავისრულებ ანწუხელიძის სტენსილს დავხატავ კრემლის კედელზე.